ის დრო მოვაო, როცა ავადმყოფებს ჯანმრთელებს დაუძახებენ და ჯანმრთელებს ავადმყოფებსო, ხო? გიჟებს წმინდანებს და წმინდანები გიჟებად იქნებიან შერს. მოკლედ, საინტერესო რა არის, იცით? საინტერესო ის არის, რომ ვინც ჩემი მსმენელია, ხო? ვინც ჩემი მსმენელია, გენიოსია. და ვინც გენიოსი ვერ არის, ის არის ნახევარ ქათამა. ნახევარ ქათამები, ხო? ნახევარ ქათმები. ვერ იგებენ გენიოსების საუბარს და რაც ხავენ გიჟად, ავადმყოფად და ასე შემდეგ. არა უშავს, ესეც იმის ბრალია, რომ განათლების სისტემები ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დააყლევა იმ კაცმა, რომელიც სათავეში იყო და მისი ნათლია ილია მეორე იყო. და ეხლა გრძელდება ესე რა, დააყლევას რო ვიძახი, ეხლა ვიღაცას ყურში მოხდა და რა სიტყვებით ლაპარაკობს და ამას უნდა რომ ვინმე ჭკუა ასწავლოს. დიახ, ასე უნდა ზუსტად ჭკუა ასწავლოს ხალხს, რომელიც დაყლევებულია. თუ არ ეტყვი დაყლევებულს, დაყლევებული ხარო, ვერ გაიგებს რომ დაყლევებულია, გესმის? და ეხლა რას ნიშნავს დაყლევება? მოდი ამასაც აგიხსნით რა. დაყლევება იმას ნიშნავს, რომ როდესაც ეს პერიოდი სანამ უშუქობა იყო და შევარდნაძის ძალიან დაგაჩოქათ ილია მეორე მის წინაშე. იმ დროში რომ პატარა ბავშვებსაც პორნოგრაფიას აყურებინებდნენ ისე რომ საერთოდ არავინ არ აკონტროლებდა რა იყო ტელევიზორში და რა გადიოდა და რა არა და ეხა მე მახსოვს ჩემმა მასწავლებელმა მოყვა რომ ეხა როდის ეხა ნახე 90-იან წლებში მოყვა ეს რომ ჩვენ კლასელზე ისეთი ვიღაც დავინახეო, რომ ფანჯრიდანო პორნოგრაფიას უყურებდაო, ახლა როგორ ვთქვაო რა, ამ კლასიდან ერთ-ერთიაო. პორნოგრაფია დღესაც ძალიან გავრცელებული თემა არის და პორნოგრაფია იწვევს ზუსტად დაყლევებას რა. ამაზე მუშაობს სრულიად მასონთა საზოგადოება, რომ კაცების კი არა და საერთოდ საზოგადოების დიდი მასა დააყლევოს. ან პირდაპირ მე არ მეხამუშება ეს სიტყვა და საერთოდ არანაირი ცუდ შეგრძნებას არ იწვევს ამ სიტყვის გამოთქვა. იცი რატო? იმიტომ რომ გავიწმინდე და იმიტომ რომ მე ვარ კომპლექსებისაგან და ავადმყოფობებისაგან განწმენდილი. ვინც განწმენდილი არ არის, ეს სიტყვა პირდაპირ გულში ესობა, იცით? მე მესმის თქვენიც, რომ აუ, რა თქვა, დედა როგორ თქვა და ესეთი ბებიებმა რო იცოდნენ, ხო? დედა რა ჩემის საყვარლები რო იყვნენ, ხო? ნუ თუ დროში ჩარჩით, ეგ ჩემი პრობლემა არ არის, მაგრამ ჩემი პრობლემაა სხვათა შორის. იმიტომ რომ გარემო სადაც არაჯანსაღია და არაჯანსაღ გარემოში ცხოვრობს კაცობრიობა, ის გადამდებია, ენერგეტიკულად გადამდებია და აი მაგალითად კომპლექსებიანი და ეს პედანტი ადამიანები, ნახეთ, თვეფილი მაინც დაგევარცხნა, დავარცხნილე მაქვს, ჩემი თვალთახედვიდან, ჩემი თვები დავარცხნილე და მომწონს ესე როგორც. ძალიან გადაპრენჭული თმები არ მომწონს, მეზიზღება ეგეთი და ეგრე ხوار დავჯდები მე, იმიტომ რომ თქვენ მოგწოთ ეგრე, ხო? არ მევასება, არ მხედავთ აგუგო მიუღებლობას აქვს, საკითხი რომ ის ადამიანი ვერ იღებს იმას მე როგორიც ვარ ესეთი მივიღოს. უნდა რომ შევიცვალო ისეთი როგორიც უნდა რომ იყოს. როგორც ჩაწვეთა ბავშვობიდან მოქნა რაღაცა გამოულაყა, გამოუშტერა თავი, რომ ესე უნდა იყო, ესე უნდა გქონდეს, ესე უნდა იყო ჩაცმული, ესეთი და პიჭკინა და ეგ არის ყველაფერი მასონთა საზოგადოების ერთ-ერთი ხერხი, რომ ადამიანი ჩასვანს ჩარჩოში. ასევე მასონთა საზოგადოების ერთ-ერთი ხერხი იყო ადამიანები და კაცობრიობა რო დააჯერეს, რომ ვინც პატრიარქს ვითომ გაბრიელმა თქვა, ვინც პატრიარქს განიკითხავს, ნაკოჩხალი დაეყრება თავზე და ათქვა ჩეთო არის ათქვა. ბიჭო, ვინც იცი რა თქვა ქრისტემ, ვინც უსამართლობას ნახავს და არ ამხელს, მას მოვკითხავ მის ცოდვებს. ეხლა რომლის შემეშინდეს ქრისტემ რაც თქვა და რაც დამიბარა იმის რომ მას მოვკითხავ მის ცოდვებსო თუ იმის რომ ნაკოჩხლები დამეყრება თავზე. მე ნაკოჩხლები რო დამეყაროს თავზე მაგისი არ მეშინია. თუ მართალი ვარ მე, ხო? აგერ ჩვენ წინაპრებს თავს აჭრიდნენ, ძუძუებს ჭრიდნენ, ფეხებს აჭრიდნენ, თავზე ადუღებულ ქვაბს ასხავდნენ და არ ეშინოდათ, იმიტომ რომ ქრისტესთან იდგნენ ისინი. ხა რომელი ჯობია ხა მე იმის შემეშინდეს რომ ილია მეორეს უნარობა და
უილიამ მეორეს უყაითობა ვამხილო თუ ის რომ თავზე ქვაბი ცეცხლი დამასხან და რაღაცა მითხარით რა არ მეშინია გეუბნებით თქვენ რა ომი სხვანაირი გეგონათ მაშინ ხმლებით იყო და ხმლებით აჭრიდნენ და ეხლა სიტყვით ხმით შენ თუ დაუდგები ბოროტებას ხარში ჩათვალე რომ აი ის მოღალატე ხარ რომელმაც საქართველოს უღალატა ქრისტეს უღარა საქართველოს რა შუაში აქვს ქრისტეს რო უღალატა ის მოღალატე ხარ რა გესმის და ამიტომ მე არ მეშინია არც ნაკოჭხების დაყრის თუ ხედავ რომ უსამართლობა ხდება მე იმას ვამხელ პირდაპირ ვამხელ არ მეშინია თქო გესმით და თქვენ ვისაც გეშინიათ მხდალები ხართ მხდალები წარსდგებით უფლის წინაშე და მხდალები იქნებით ой იმან ცუდი სიტყვები ელაპარაკა მე იტყვით ესე იმან ცუდი სიტყვები ელაპარაკა და იმას იღებს სუპერვეში და მე ამდენი ხანი ვეზიარებოდი და შენ გემსახურებოდი და გეტყვით ქრისტე არ გეცნობდო ვინ ხართ საერთოდ წადით აქედან როდის დამიდეკით ხარშიო გეტყვით პირდაპირ მაგას გეტყვით აი ნახავთ თუ არა ეხლა მალე ვიხილავთ ჩვენ ქრისტეს სულ აჰა აი რაღაც ალბათ 2026-მდე უკვე მომხდარი იქნება ეს საკითხები და საინტერესო ის არის რომ მე რას ეტყვით ქრისტეს რა რომ ჩვენი პატრიარქი ღმერთად ყავდა მიჩნეული და არ გააკერპოთო არცა რაიმე საგანი და არცა ვინმეო გესმი არცა სულიერიო და არცა უსულო არ გააკერპოთო არ გითხრათ ეგ ღმერთმა ბიჭო თუ გითხრათ და თუ საკითხული გაქვთ სახარება მაშინ აბა მითხარით რა პრობლემას ქმნით თუ კი მე გეტყვით და გამხელთ თქვენ რომ ღმერთად რომ მიიჩნევ მაგ ვიღაცა კგბ-ს დაყენებულ ადამიანს რომელიც იყო მარიონეტი მთელი ცხოვრება ღმერთი ამას არ მიიღებს შენგან წმინდანად და არც იმის მეშინია არც წყევლის მეშინია იმიტომ წყევლა თუ კი უსამართლოდ არის გაშვებული წყევლა მაწყევრის არის და ბიჭო ის წყევლა უკან მისდის და მე საერთოდ არ მეშინია ეს თავის თავებს იღუპავენ თვითონ წადი რა რატო არ მიდიხარ ხო და თუ თავის თავებს იღუპავენ თვითონ ხო მე რა შუაში ვარ საერთოდ არა შუაში ვარ იმიტომ რომ მე ვარ ის პირი რომელიც ამხელს ესმის აი ასე შემოკარგებოდა მე არ ვიცი თქვენ რა პრობლემები გაგაჩნიათ საერთოდ ცხოვრებისეული სიდუხჭირიდან გამომდინარე ალბათ გონებრივი შეზღუდულობა და უუნარობა თითო რამდენი ხალხი ხო და ასე რომ შემოკარგებო ფრთხილად იყავით რა საყვარლებო დაინახეთ რომ მე თქვენთვის ვიბრძი თქვენ კიდე დათვისთვის მაგას მალე გაგაგებინებთ მამაზეციებ თქვენ გონია არა კი მალე ძალიან მალე გაკოცეთ აბა წავედი დროებით გემშვიდობებით ხო ულამაზესი თმები მაქვს აი ულამაზესად მაქვს დღეს ჩემი ფრიზურა ძალიან მომწონს თქვენ თუ გაინტერესებთ ჩემი აზრი ჩემს პრიჩოსკასთან დაკავშირებით ძალიან მომწონს აი ისე მომწონს რომ მე რო ესეთ ხალხს ხედავ მაგრად მე მევასება მიხარია